გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვარ სტამბოლში, შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში. დღეს გაიმართა ჩემი წიგნი საუკუნის სევდას პრეზენტაცია. საქართველოდან ჩამოგზავნებული არიან უზბილფასის სტუმრები. ახლა ორიოდი სიტყვა მივცე სტუმრებს, რას იგზნეს და ხო, რას ფიქრობენ ჩვენზე და აი დავისვე ბატონ დავით თედორაძესთან. ხო, ბატონო დავით. უპირველესი ბოდიში დიდ მადლობას ვუხდით, რომ საქართველოდან აქამდე ჩამოგზავნეთ. დიდი მადლობა. უპირველესად მინდა აღნიშნო, რომ ძალიან კარგი წიგნია. წიგნია, რომელიც ხან ცრემლს მოგგვრის, აგატირებს, დაგაფიქრებს, ხან ხიარულ განწყობილებაზე გაყენებს და თავიდან ბოლომდე გაჟღენთილი არის საქართველოს სიყვარულით, პატრიოტული სულისკვეთებით და მოგეხსენებათ, რომ თვითონ ბატონი ორხანი გამორჩეული პიროვნება ბრძანდება თურქეთის რესპუბლიკაშიც და საქართველოს რესპუბლიკაშიც. ორივე მისი სამშობლოა. ერთიც უყვარს, მეორეც უყვარს და ყოველთვის ცდილობს, რომ მეგობრობის და სიყვარულის ხიდი გაასდოს აი ამ ორ მეზობელ ქვეყნებს შორის. მადლობა მინდა უთხრა მას ამის შესახებ და მადლობა მინდა უთხრა კიდევ ჩვენი მოწვევისათვის. როგორც თვითონ აღნიშნა, პირველად აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა ამ წიგნის პრეზენტაცია, უამრავი მეგობარი ესწრებოდა, როგორც დღევანდელი ტერმინოლოგიით ითქმება, ფანი, ბატონი ორხანის ფანი. ძალიან კარგი სიტყვა, სრულყოფილად. ფანი არ ვიცოდი საერთოდ, ცოტა მოგენგია. ხო. ფანი იცოდი. მადლობა დიდი ხო? აი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, მეგობარი გყავს თურქეთის რესპუბლიკაში და ჩვენ ვამაყობ, რომ თქვენ ხართ ბრძანდებით პირველი ადამიანი, პირველი ქართველი თურქეთის რესპუბლიკაში, ვინც დაიბრუნა თავისი გვარი და ამითი მაგალითი მისცა ხოლმე ახალგაზრდებსაც და ძველგაზრდებსაც და როგორც გავიგე მე თქვენგან და ქალბატონის სალომე ვარამიძისგან 10-ზე მეტი მოგბაძათ პიროვნებამ და დაიბრუნა ქართული გვარი. ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვემდურობთ თავიდან, რომ რატომ წაგართვენ გვარები, მაგრამ მაშინ არ იყო დემოკრატია და რადგან დღეს დემოკრატია, ვისაც სურვილი აქვს, ყველა დაიბრუნებს ქართულ გვარს და დაუბრუნდება თავის ფესვებს. მადლობა ყველაფრისათვის. აი დღეს ვიმყოფებით ჩვენ შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში, რომლის დამფუძნებელი თქვენ ბრძანდებით და თავის საქართველოში მგონია. მადლობა ამისთვისაც. ძალიან პატარა საქართველოში ბრძანდა. ხო, რა თქმა უნდა და მადლობა ამისთვისაც თქვენ და ღირსეული ქართველი ბრძანდებით და მე ცოტა ვწუხარ თქვენ პასიურად, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოთ და უპირველესი მოქალაქე იქნებით საქართველოში. მე ვისაც ვიცნობ, ვისთანაც მიმიწვდება, ხო, თქვენ დონის არც ერთი არ არის ქართული ცოდნაში, ქართული პოეზიის ცოდნაში, ხელოვნების ცოდნაში, თქვენ თბილისელ და ბათუმელ ბევრს ჯობიხართ აი გეკადრობათ. მე თქვენ დამისწავლები ხარ. ხო და გაგვისწარი. გაიხარეთ, მადლობა. მეს მოვიდა მაშინ თქვენი ნებართვით მეგობრებთან, სტუმრებთან, ვისთან ვართ? სამყარო. აი, ქალბატონი ლალისთან მაშინ. აკები მეც. ხო, მადლობა. მართლა ესეა პატარა საქართველოა, მაგრამ მუზეუმი ვითაა. თითოეული ერთიანობაში, რაღაც ერთი ქართული სივრცეა, მაგრამ თითოეულის თავისი ისტორია აქვს. ან ქალბატონი სეზენი და ბატონი ორხანი გვეუბნებოდა. აი, რამდენი 33 ეგზემპლარი ქონიათ, ხო? ნაგვიახის ყავოსნის თარგმნილი ვერსიის და ეს სერიოზული სამუზეუმო განძია უკვე. ბევრი კაი იდეაც გაქვთ და მე გისურვებთ, რომ ეს იდეები განხორციელებული იყოს და რაც უფრო დიდი და უფრო მასშტაბური და ვრცელი გქონდეთ აქ სივრცე. ძალიან კარგია ყველაფერი.
მადლობა კეთილი იყოს თქვენი მადლობა თქვენ უღმესი ამ დღეებში. მადლობა სამსამდით. ქალბატონი შორენა ჩვენი ციგნის რედაქტორი. ნამდვილად და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ბატონო ორხან და ძალიან დიდი ემოცია მართალი გითხრათ. საერთოდ რედაქტორი უნდა იყოს უემოციო. მაგრამ რომ ობიექტურად წაიკითხოს წიგნი, განიხილოს, მაგრამ იმდენად ექსპრესიულად, იმდენად გულიანად წერს ჩვენი ბატონი ორხანი, რომ აი ემოციის და გრძნობის გარეშე წაკითხვა შეუძლებელი იყო და ძალიან ისეთი პრობლემა იყო კიდევ რომ თქვენ ხედავთ როგორ მეტყველებს ბატონი ორხანი 45 წლის ასაკში შეისწავლა ქართული და საინტერესო ის არის რომ მარტო აჭარული კილო კი არ არის მის მეტყველებაში საქართველოს ყველა კუთხის კილოკავის გამოძახილია ერთგვარი თაიგულია ამ უმშვენიერესი დიალექტებისა და ეს განსაკუთრებულ კოლორიტულობას ძენს და მართალ გითხრათ მე ვცდილობდი რომ ეს კოლორიტი განსაკუთრებული შემენარჩუნებინა მისი ქართულისათვის და საერთოდ როცა კითხულობ ამ წიგნს მართლა გეამაყება რომ ეს არის კაცი რომელიც სადაც არ უნდა იყოს სადაც არ უნდა ლოცულობდეს როგორც დიდი ფრიდონ ხალვაში ბრძანებდა არის ქართველის რჯულისა და მე მართალი გითხრათ აი რა მხიბლავს იცით ფესვების ძიება იმიტომ რომ ხე არის ზომება ზემოდანო გახსოვთ ალბათ ხო ფესვებიდან იზომება და თქვენ სწორედ იმიტომ ხართ დიდი რომ იმ ფესვებიდან დაიწყეთ თქვენი ისტორიის ათვლა აი ეს ფესვები ამ წიგნში ხან შვებით ირხევიან ხან ტირიან ხან ტკივად ხან უხარიათ და იცით რა არის შევიგრძნობთ ჩვენ ყველაფერ ამას და ეს თქვენი დიდი გულის დამსახურებაა ჩემო ბატონო ორხან და მადლობა ამ ემოციისათვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ აი კიდევ ერთი დიდი პოეტი ყავს ჩვენ ბატონი ზურაბ გორგილაძე ყავს და გვეყოლება რომლის ჰიმნსაც ოიდანანას ასეთი ემოციით და რიხით კითხულობ თქვენ და მისი სიტყვებისაც არ იყოს თქვენც ახართ ის ტაო კლარჯეთის ბოკვერი ხართ ბღეზი ბეწვებით არც საქართველოში და არც არცად თქვენ ქართველობას არ იხვეწებით იმიტომ რომ ეს ქართული სისხლი ეს ქართული სული და გული თქვენშია და რადგან პოეტები ვახსენებ არემ გავასამოთ და აგერ თქვენი დღევანდელი საპატიო სტუმარი ბატონი დავით თედორაძეს ერთი უმშვენიერესი ლექსი აქვს ჩვენებურებზე მიძღვნილი სადაც წერს რომ თქვენი ღიმილი მე ჩემი წინაპრების ღიმილს მაგონებს თქვენ ისეთი კეთილშობილები ხართ ისეთი მომხიბლავები ხართ თქვენს გამოხედვაში ქართული მზერა იგრძნობაო და მოდით აი ეს ქართული მზერა და სული არასოდეს არ დაგეკარგოთ და ბევრისთვის გადაგეცეთ მადლობა და თაყვანი თქვენ როგორ გეკეთება მე თქვენ მადლობა რომ ასე დამეხმარებთ გარედაქტორ ჩემი ციგნი და ჩვენი და ასე გაალამაზეთ უფრო ლამაზ და კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობას ქალბატონი შორენა ლომაძე თქვენზე როგორ აქ ბევრჯერ ვიყავით თქვენ მაინც აქ ხან სკაუტებთან ხან მარტო ხან მეცნიერებთან ერთად სხვა და კიდევაც ჩემი საუკუნის სევდა წიგნის იდეა რომ გითხარით თქვენ ბევრი წვლილი შეიტანეთ წიგნზე და რა სიტყვით ორი მოკლედ მე ბედნიერი ვარ ამათი ვარ ეს დღეს შედგა ჩემოც ვიფასო მეგობრებო მე ვარ ძალიან პატარა თავდობალი ადამიანი უამრავი სკაუტების გამზრდელი მაგრამ თქვენთან ერთად რომ მაქვს ბედნიერება წილი ბედნიერება რომ ამ ქართული კულტურის ცენტრში ქართული დღეებთან ერთად გავაკეთო საერთო საქმე რასაც დიდი ქართველობა ქვია. წლებია მე ამ ოფისში დავდივარ ჩემს სკაუტებთან ერთად.
ეს მოგონებები ნაწილობრივ რაც წიგნში არის მიკავშირდება მე. ძალიან ბევრი მოგონებები იყო ამ წიგნში სკაუტების შორინამომაწე და მე ვუთხარი ბატონ ორხანს და ქალბატონ შორინასაც რომ მოდი ამოვიყოთ პატარა ნაწილი, იმიტომ რომ ეს წიგნი არ ეკუთვნის სკაუტებს, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა ბატონი ორხანის და ჩვენი ურთიერთობა 15 წლის წინ დაიწყო და უამრავი მეგონებები, ოჯახთან მოგონებები, მეგობრებთან მეგონებები, სხვადასხვა აქტივობები, პროგრამები, რომელიც ჩვენ 100-მდე გვაქვს გაკეთებული ერთობრივად და ჩართულები ვართ ქართული კულტურის დღეებზე, პრეზენტაციებზე, კონფერენციებზე, ეს ძალიან დიდია. და მე მინდა ბატონ ორხან მადლობა გადაგიხადო თქვენ ქალბატონ სალომეს და იმ დიდ გუნდს, სიბეს ხალხს და იმ დიდ ქართველებს, რომლებიც წლებია ემსახურებით და დიდი წვლილი გააქვთ ქართული კულტურის განვითარებისათვის. მადლობა ჩემი სკაუტების სახელით, რომ თქვენ აქ მყავხართ ამ სტამბულში, ამ კერაში და ჩემს ნათესავებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შესაძლებლობა მომცა თურქეთში მაცხოვრებელი ნათესავებმა ძალიან ბევრი, რომ თქვენთან ბევრი ერთობლივი პროექტი გამეკეთებინა მათი დახმარებით და ჩემს სკაუტურ ორგანიზაციას სკაუტები, როგორც იცით, თურქეთში 3 მილიონი სკაუტია და თქვენაც ბატონ ორხან გქონდათ შეხვედრები კონფერენციებზე, ბანაკებში, რამდენჯერ ბანაკში ამოსულხართ და პირველი მე მინდა გავიხსენო, ჩვენი შეხვედრა საიდან დაიწყო, ეს იყო 15 წლის წინ, სადაც თქვენ ბანაკში იყავით მაშვებად, დაინახეთ დროშა, თქვენს მოგონებებში გიწერიათ და შემოვარდით ჯგუფში და მე ვარ ქართველია, რო ყიროდით, მე გამიკვირდა, აქაც ქართველს რა უნდა და თან მაშველი რა ხარ დაგვემართა, რაც შემოვიდა ჩვენ ჯგუფში და აქედან დაიწყო. 15 წლის წინ დაიწყო მეგობრობა და როგორც ხედავთ, უამრავი ქართველი ძვირფასი ადამიანები შემოემატნენ ჩვენს რიგებს ძვირფასი ადამიანები და დღესაც როგორც ხედავთ, ძვირფასი ადამიანები გიმშვენებენ გვერდს წიგნის პრეზენტაციაზეც, როგორც ხედავთ, ჩემი სკაუტები ყოველთვის თქვენს გვერდით არიან, ნათია გეგუჩაძე, ლადო და ყველა ჩემმა სკაუტმა მოგილოცათ გუშინდელი წიგნის პრეზენტაცია. უფალმა დაგლოცოთ, დალოცოს ეს კერა, დალოცოს ჩვენებურები, აქ ყოფი ქართველები და მინდა ყველას მოვიფერო აქედან და ყველას მადლობა გადაუხადო. უფალმა დაგლოცოთ. ნახვამდის. მეს მადლობა. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენი ორგანიზაციის, აჭარის სკაუტურ ორგანიზაციის მეს წევრი ვარ. კი, რა თქმა უნდა, საპატიო წევრი ხართ, ეს გადავწყვიტეთ მთელმა სკაუტებმა და კიდევ მინდა გითხრათ, რომ მე რაც შევძელი, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ ეს წიგნი იმდენად მინდა რომ გამოვიდესო და მე არ დავიშურე, რაც შემეძლო ძალგონე, ყველა სული ჩავდე ამ წიგნში და რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანებმა დაგეხმარენ. მე არ მინდა რომ ეხლა აქ არის ყოფება ადამიანები არ თქვა. ეთერი ბერიძესაც არ დავაგიწევთ. ქალბატონი ჩიტო ჯანმრთელობის გამო ვერ წამოვიდა და ის ადამიანები, ის გუნდი, რომელიც ჩემი მეგობრები არიან საქართველოში და დიდი სიყვარულით მოგებდნენ. და კიდევ უამრავი მეგობრები არიან. მოგილოცეთ წიგნის პრეზენტაცია, მინდა რომ ესეც გამოგცეთ. უფალმა დალოცოს ყველა ჩვენთაგანი. მადლობა დიდი. ამინა. ბატონო ლადო, ეთილი გოსკვენი მობზალება, აჭარის სკაუტურ ორგანიზაციის ლიდერი ბრძანებით, ხო? რა თქმა უნდა, მე ვარ ბედნიერი პირველ რიგში, რომ ამ ისტორიული დღის მონაწილე ვარ თქვენი წიგნის პრეზენტაციის, გილოცავთ და გისურვებთ, რომ თქვენს წიგნს ის საუკუნის ცევდა, რომელიც იყო, გაიქარწყლებინოს ქართველებში, რომლებიც სტამბულში ხართ და მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ქალბატონო ნათია, ხომ შევისმალოთ კამერა, შეიძლება ბატონო ლადო, ნათიასაც მოვიყვანე სიტყვა. ნათია გეგუჩაძე, აჭარის სკაუტურ ორგანიზაციის ლიდერი და თქვენ უთხარეთ დანარჩენი. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს ბატონო ორხან. ბედნიერი და ამაყი ვარ. უკვე მეორედ მოხდა წილად ბედნიერება, ბათუმში ჩატარებული წიგნის პრეზენტაცია, ყოფილიყავი და ეხლაც. თქვენ ხშირად იძახით და ხმამაღლა იძახით, რომ ქართველობა ჩვენი ქოლგაო და ნამდვილად ახლა ამ წუთას თავს გრძნობ იმ დიდი ქოლგის ქვეშ, რასაც ქართველობა ქვია. ჩვენ ყოფს საზღვრები, მაგრამ ჩვენ ერთიანები და მთლიანები ვართ. ქართველობა ყოველთვის მოგვდევს და თქვენ ხართ ნათელი მაგალითი იმის, რომ ჩვენს რჯულს, ჩვენს
ერს აღწერია გადაშენება. ძალიან დიდი მადლობა იმ ქართველობისთვის, იმ დადებული თითეული აგურისის, რასაც თქვენ დაგეკეთებთ საქართველოსთვის და ფარგლებს გარეთ. ისევ ჩვენს საქართველოში ეს პატარა საქართველო, მაგრამ აცნობთ სულით ხორცით ქართველებს, რომლებმაც ჯერაც კი არ იციან, რომ ქართველები არიან, მაგრამ ჩაუსახეთ ის იმედი, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ მიწაზე ფეხი დადგან, თავიანთ მიწაზე მოყვანილი ხილი და ბოსნეული მიირთვან, თავიანთ ახლობლებს ნათესავებს საუკუნეების შემდგომ შეხვდნენ და ეს არის ძალიან დიდი იმედი. თქვენ ხართ იმედი იმ ხალხისა, რომლებმაც ჯერ კიდე არ იციან, რომ ქართველები არიან. ძალიან დიდი მადლობა და ამაყიდა ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა სკაუტურ ორგანიზაციას მომცა საშუალება გამეცანით ყოფილიყავი ამ ულამაზეს ადგილას შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში, რომელიც დღეს გვიმასპინძლა თქვენს პრეზენტაციაზე და არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ გარშემო ყოფი ქალბატონები და ბატონები არიან საქართველოს არა მარტო ბათუმის კოლორიტი ხალხი და მე ნამდვილად და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვდათ ბედნიერება დელეგაციის წევრებთან თქვენთან ერთად ყოფილიყავი ამ სიაში. ძალიან დიდი მადლობა. ისურვებ წარმატებებს და იმედია კვლავ შევხვდებით და თქვენს უკან დიდი არმია ქართველების, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, აუცილებლად ერთად საქართველოში ვიზეიმებთ თქვენს შემდეგი წიგნის პრეზენტაციას. მადლობა დიდი. აუცილებლად კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თუ ნებას მომცემთ ერთი კუპლეთი ხალხური ლექსით დავამთავრეთ სუფთა ქართული სიყვარულით გულით. მაშ ვცნოთ რომ ერთი ვართ, ერთი მამის შვილთა შვილი, საქართველოს შვილები ვართ, ერთ ზურზე გამოსდილი.